ასილაშვილი და ყაპლანიშვილი იყო თქვენთან მოსული. ისინი პარალელურად თქვენთან მუშაობდნენ საწარმოში. მე რა თემაზე იყო ამის ასე საუბარი? ჯერეთი და იყო ჩვეულებრივად საუბარი გაზრეთზე. რა პრობლემებია დღეს გაზრეთში, ამაზე იყო პირველ რიგში საუბარი. რა თქმა უნდა, იმათ თქვენს რომ ასე ვთქვათ, მე ვკითხე ზოგადად რას ფიქრობენ, მომავალში რას ფიქრობენ. მხოლოდ ამაზე იყო საუბარი. თქვენ შეგიძლიათ მაგათ კითხოთ, ერთი სიტყვა ზედმეტი არც მათი მხრიდან, არც ჩემი მხრიდან არ ყოფილა. ეს იყო ჩვეულებრივი საუბარი ერთი გუნდის წევრების. რა საკითხია? პირად სამსახურზე, პირად საკითხი ქონდა რაღაც. ორივე? სამსახურზე ეძახებით, დიახ. რა მაშინი დავტოვებთ შეთვაში. არაფერი, просто მოვედით ეს ახლობელი იყო დასაქმები, იქნებ დამისახოს სამსახურში. ფერატო გავიქო დასაქმე. იგივე. დასაქმებელი გაზაფრებული იყო. და ნაყოფი არ გიწვეთავ საგრებულოს წევრს. ჩვენ ვართ კადრეტელები, დღეს ქონდა მილების დღეები, ხო? ხო. მოვედით და თხოვეთ რა, მოგელდეთ მალთ ჩემი შვილი რომ დაასახა. საგრებულოს თემას არ შეხებია? არა გინდაცოლა. უბრალოდ ჩვენი მხრიდან გვინდა დაგიფიქსიროთ. არ გამოვა საკრებულოზე ზეწოლა, ის რა ბუნებრივი პროცესი რაც მიდის ჩემო კარგო, მაგი უნდა მივიდეს და მივაუცილებლად ბოლოს. არავინ არ ახორციელებს არაფერს ზეწოლას თუ ხორციელდება, ეხლა ამ წუთას თქვენ. არავითარ ზეწოლა არ ხორციელდება. არავის მიმართ. უკვე რამოდენიმე დღე არის თქვენ ხანსად ხვდებით საკრებულოს დეპუტატებს, ხანსად ხვდებით და ჩვენ ვიცით რატომაც ხვდებით. ეგ ინფორმაციები ჩვენს გვაქვს. კერძო სახლებში ხვდებით, აქ ხვდებით, სხვადასხვა ადგილებზე სახლებში არა. კი ბატონო, ხვდებით. უხელი დაფიქსირდა ესეთი მომენტი ყოველ შემთხვევაში. Deputat ყობა ნაყოფია გძე. Was possible რა? ნე. აი თქვენ გაუნდა იყოს ფაქრალოში წვეულებაზე ვიყავი, მიწვეული. და იქ შეხვდით დეპუტატებს, როგორც ესენი. ადამიანს ჰქონდა ოჯახში წვეულება. ეს ადამიანები ჩვენი გუნდის წევრებია. ჩვეულებრივი ჩვენი გუნდის წევრებია. გამარჯვებულია და არიან ჩვეულებრივი გუნდის წევრები არიან. არ უნდა შევხვდეთ, არ უნდა დაველაპარაკოთ. ჩვენი არჩეული. ჩვენ იმათ დაველაპარაკებით ვახო. თქვენ აირჩიეთ საკრებულოს წევრები. ეს თქვენ არა გაგუდება ზეწოლა განახორციელოთ იმაზე, თორე ამათ უნდა ელაპარაკო. უნდა ესაუბრონ ამათ. რისთვის არიან საკრებულოში ამათ თუ არ ესაუბრონ. ადამიანები წარმოადგენენ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას. არა გვაქვს უფლება რომ ერთიანული ნაციონალური მოძრაობა ფრაქცია დაიშალა და მაგის გამოვაკეთეთ ვოიაჟებს, თორე ორი თვეა პარლამენტში სიხარ და ერთხელ არ გამოჩენილიყავთ ბოლოში. ესაა ყველას გვაქვს უფლება, ყველას დაველაპარაკოთ. მაგრამ ზეწოლის განხორციელების უფლება არ აქვს. დღეს შეხვედრა ქონდა, ესე რომ ვთქვათ, დაშინების პროცესი ქონდა დღეს ქართველ დეპუტატებთან და გუშინ თალავერში ქონდა შეკრება აზერბაიჯანის დეპუტატებთან. სადაც იგივე სცენარი განმეორდა და ყველას ეუბნება, ყველას პირდება ალბათ დიდ თანხებს, ყველა აი ესეთ რაღაც და რაღაც ცდუნების მაგალითებს რაღაც აძლევს და აი ამით ფიქრობს რომ ესე გადაიბიროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატები, წევრები რა ესე რომ ვთქვა. მე უნდა შევიდე ახლა ჩვენი სახელით ხო ზეგ 11 საათზე იმიტომ გამოვედით, короче, რომ შეიცვალო შეგა. დავიდე, всё, ორჯერ მოვიდა, გამყალბებელია, ხო? ანუ რატო შეიკრიბა დღეს ახლა ადგილობრივი თვითმმართველობის შენობის წინ და რა გადაწყვეტილებას მიიღეთ? მოგეხსენებათ რომ გუშინ განხორციელდა კიდე ზეწოლა აკაურის მაჟორიტარისგან საკრებულოს წევრებზე და ეს შეიტყო ხალხმა მოვიდა და ამასთან დააფიქსირა თავისი უკმაყოფილება. ჩვენ ახლა კიდე ვაპირებთ შეხვედრას ისე ადგილობრივი კერძებასთან და ამ ხალხის მოთხოვნაა რომ მივცეთ ვადარს ორიგის ვადარს რომ ეს მოხდეს ამ საქმის გარკვევა და შემდეგ ალბათ დებაყოფებით რომ მოხდეს ამ ხალხის ანუ გულისხმობა ხელისუფლების წასვლა ხელისუფლებაში.